თეაწოლოკიანის ინიციატივით 17-დან 22 წლამდე ასაკის მოქალაქეები და პირობითი მსჯავრის მქონე პირები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ. აქცია 24 თებერვლის შახვლით მოქმედებს. პირადობის ახალი მოწმობის მისაღებად საჭიროა განაცხადის გაკეთება. ამისთვის კი განაცხადები ორივე კატეგორიის წარმომადგენლებმა იუსტიციის სახლებში ან სერვისების განვითარების სააგენტოში ტერიტორიული სამსახურებს უნდა მიაკითხონ და იქ უნდა შეიტანონ. თბილისში კი განაცხადები დროებით სერვის ცენტრებში მიიღება. სერვისების განვითარების სააგენტო და იუსტიციის სახლი აგრძელებს მოსახლეობისათვის პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემას. ამჯერად მიზნობრივი სეგმენტი არის 17-დან 22 წლამდე საქართველოს მოქალაქეები და პირობითი მსჯავრდებულები. ამ კატეგორიის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს და სერვისების განვითარების სააგენტოს და უფასოდ მიიღონ პირადობის მოწმობები. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა არის დაახლოებით 60,000-მდე. 17-დან 22 წლამდე მოქალაქე, ხოლო 12,000 პრობაციონერი.